დიდ სუმოში ახალი ქართული ისტორია იწყება. ვინ არის ნიკოლოზ ციქორიძე, რომელიც იაპონიაში გაგამარუმ წაიყვანა? სუმოში ახალი ქართული ისტორია იწყება. ჩვენი გოლიათის, გაგამარუს, თეიმურაზ ჯუღელი დახმარებით, ტოტორი ჯო ჰოკუს სკოლაში ნიკოლოზ ციქორიძე მოხვდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ჯუღელმა და თავად ნიკოლოზმა Leader Sport ჯისთან ინტერვიუში ისაუბრეს. გაგამარო, ნიკა რომელ სკოლაშიც მივიდა, ეს უცხოელებისთვის პირველი ნაბიჯია. აქ სწავლობ ენას, იაპონური კულტურის პატივისცემას, სხვანაირად ჰეიაში მოხვდერა ძალიან ჭირს. თავად ოიაკატები, კლუბების პრეზიდენტები ერიდებიან ისეთი სპორტსმენის აყვანას, რომელსაც ენასთან დაკავშირებული პრობლემა აქვს. სკოლის პერიოდი დაკარგული არ არის, შეჯიბრებებზე გამოდიხარ, კლუბების პრეზიდენტები გიყურებენ და თუ მოეწონეთ მიხყავხარ. მე და ტოჩინოშინმა როგორც დავიწყეთ, სულ ქვედა დივიზიონიდან, სკოლის შემდეგ ასე არ გიწევს, მე 4 დივიზიონში ხარ. ეს დიდი უპირატესობაა. ნიკოლოზ ციქორიძე, პირველი თვე ნახევარი ძალიან გამიჭირდა, სულ სხვა ტიპის ვარჯიშები დამხვდა, ვიდრე მიჩვეული ვიყავი. ყველაზე ნაკლებად გაწელვები მომწონს, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. არის მომენტები, რომ რაღაც უბრალოდ უნდა გააკეთო. სპორტსმენები ამბობენ ხოლმე, ჩემს სპორტს ვგრძნობო, ნელ-ნელა სუმოც ჩემამდე ასე მოდის. ეს სკოლა ბევრმა სახელოვანმა მონღოლმა გაიარა, იოკოძუნა ტერუნოფუჯი, მოძეკი კოტო მიცუკი, მცეკი ვაკეიჩინოჯომ და სეკიტორი იშიურამ, რომელიც ახლა სკოლაში სუმოს მიმართულებას კურირებს.